გამარჯობა. დღეს რიგარეშე ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე და თუ რატომ ამას ცოტა ხანში გაიგებთ. მანამდე მე მინდა მოგილოცოთ შობა და აი ჩვენი ეკლესიის ზარებიც რეკენ, მართალია ჩვენი ეკლესია ევანგელისტურია, რომელიც ჩვენ სამეზობლოში არის განლაგებული, მაგრამ ისინი ყოველთვის მართლმადიდებლურ დღესასწაულებზეც რეკენ ზარებს მართლმადიდებლური დღესასწაულების საპატივცემლოდ. საკმაოდ ტოლერანტული ეკლესია გახლავთ მოგეხსენებათ პროტესტანტული ეკლესიები. დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა ერთმა ძალიან საინტერესო ამბავმა მაიძულა, რომელზეც დღეს მოგიყვებით და რომელიც ჩვენს პლანეტას ეხება, ჩვენს თანამემამულეებს ეხება, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. მანამდე პატარა გადახვევას გავაკეთებ, გუშინ ჩემს უახლოეს მეგობართან ვიყავი დაპატიჟებული, რომელმაც საკუთარი ღვინის სალონი გახსნა ჰამბურგში, ძალიან ლამაზი, ძალიან სიმპათიური, ძალიან მყუდრო და მოგეხსენებათ, რომ სამთრის ჰამბურგში საღამოს 4 საათზე უკვე ვნელდება და ასეთ ვიწრო სამეგობრო წრეში ღვინის წრუყვას, კარგი ქართული საჭმელების გასინჯვას და სასიამოვნო საუბრებს არაფერი ჟობს, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე გამოვეწყვეთ, გამოვიბრანჭეთ, მართალია გარეთ რო გავიხედეთ, ცოტა არ მოგეწონა ამინდი, მაგრამ სამთარია რა სიზამ თბილად ჩავიცით, გავედით. ჩვენგან დაახლოებით 300-400 მეტრში არის მეტროსადგური, რომლითაც უნდა წავსულიყავით ამ ჩვენ მეგობართან და 200 მეტრის შემდეგ მივხვდით, რომ იქამდე ვერ მივაღწევდით. იყო ყინვა, რომელსაც აძლიერებდა ქარი, იყო თოვა და ნამდვილი ქარბუქი იყო, აი რაც მე ადრე ციმბირში მინახავს ხოლმე დაახლოებით ასეთი ამინდი იყო, ამიტომ პირველივე ბარი რაც შეგხვდა გზაზე ჩვენ სახლთან ახლოს, იქ შევაფარეთ თავი და ვერ მივაღწიეთ ჩვენს მეგობრებთან. სანამ ჩვენ ბარში ვისხედით, ალბათ საათნახევარი გავიდა და გარეთ გამოვდივარ და ხედავთ, რომ არც თოვლია, თბილი ქარი უბერავს და წვიმს. და ის თოვლი რაც იყო დადებული, აბსოლუტურად გამდნარია. შემდეგ მე საათს დავხედე, რომელზეც ამინდის პროგნოზსაც მაჩვენებს ხოლმე და ხედავ, რომ -2 გრადუსიდან 7 გრადუსზეა პლუსზე ასული ტემპერატურა და რომ დღეისთვის ეს გუშინ ხდება, რომ დღეისთვის 12 გრადუსს პირდებიან. ვერაფრით ვერ დავიჯერე, მაგრამ მართლაც დღეს ჰამბურგში იყო +12 გრადუსი. მზემაც გამოანათა, მართალია ქარი იყო და ქარი მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ როდესაც ასეთი მკვეთრი გადასვლა ხდება ამინდიდან ამინდზე, სადღაც ცივი ჰაერი რჩება, სადღაც თბილი ჰაერის მასები მოძრაობს და სწორედ მათ წონასწორებლად წარმოიქმნება ხოლმე ქარი და დღეს 80 კმ/სთ ქარი იყო, ეს საშუალოზე ოდნავ ძლიერი ქარია. მე ახლა ვნახე თავიდან პროგნოზი, ხვალ უკვე 7-8 გრადუსით ეცემა ტემპერატურა, მაგრამ კვლავ პლუსია, 5-4 გრადუსი იქნება, ანუ იმდენივე, რამდენიც საქართველოში, ანუ გაცილებით სამხრეთით. საქართველოსაც არ არის ნორმალური, მე თუ მკითხავთ, ზამთარში ყინვების არ არსებობა, მე დაბლობ რაიონებს ვამბობ, თქვათ თბილისი იგივე. თუმცა რაღა დაბლობია თბილისი, დაბლობი არის ჰამბურგი, რომელიც 0 მეტრზე არის ზღვის დონიდან, თბილისი 450 მეტრზეა მოგეხსენებათ. მოკლედ მე ჰამბურგით დავიწყე, თბილისით გავაგრძელე, მაგრამ უნდა გადავიდე ახლა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. დღეიდან აქ ჩრდილო-დასავლეთ შტატებში, Great Plains-ებზე, ანუ დიდ ველებზე, აპალაჩების ჩათვლით ანომალიური ამინდი არის მოსალოდნელი. კერძოდ ძალიან დაბალი ტემპერატურები, ძლიერი თოვა, ქარბუქი, ზოგან ძლიერი წვიმა, იქ სადაც ყინვა ჯერჯერობით ვერ აღწევს და ეს პრინციპში ალბათ ნორმალური მდგომარეობა ამ დროისთვის. მაგრამ იმდენად ძლიერ თოვას ელოდებიან შტატებში და ელოდებიან და ზოგან უკვე მოესწრენ, რომ შესაძლოა ფრენები გადაიდოს, ძალიან გაძნელებული იქნება ავტომაგისტრალებზე გადაადგილება და სხვა შორის ამბობენ, რომ შეიძლება რკინიგზების ზოგიერთი მაგისტრალიც დაიკეტოსო. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? როგორც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში იყო ცნობილი მეტეოროლოგებისთვის და მათ გააკეთეს მსგავსი პროგნოზი, იანვრის დასაწყისში ჩრდილოეთიდან უნდა შემოჭრილიყო სამხრეთის შტატებისკენ
ძალიან გადაცივებული ჰაერის მასები. ეს გიგანტური ჰაერის მასა უნდა დაძრულიყო კანადის მხრიდან, გადმოლახავდა იგი მიჩიგანის ტბას, შემდეგ ჩრდილოეთ აღმოსავლეთ შტატებს შეუტევდა, აი Great Plains-ების გავლით, სამხრეთ აღმოსავლეთით დაიძვრებოდა, აქ მას ხვდება აპალაჩების მთები, რომელიც არც ისე მაღალია, იგი გადალახავს და გადალახა კიდეც აპალაჩის მთები და უკვე დღეს სხვადასხვა შტატებში, მაგალითად იგივე ახალ ინგლისის შტატებში, მიჩიგანის ტბის გარშემო შტატებში, ეს თვითონ მიჩიგანი, ვისკონსინი, მინესოტა და ასე შემდეგ, ძალიან დაბალი ტემპერატურები აღირიცხება. მინესოტაზე სულ მახსენდება ჩემი ძალიან საყვარელი ფილმი ფარგო, რომელიც რამდენჯერმე მაქვს ნანახი და სწორედ იქაც, როგორც გახსოვთ, ვისაც ნანახი გაქვთ, იქაც ვითარდება აი სიტუაციები ძალიან ცივ ზამთარში. დღეს სტიქიის ქვეშ უკვე მოყოლილი არიან კოლორადოდან მოყოლებული ვირჯინიამდე შტატები, ზოგიერთ ადგილებში თოვლის სიმაღლე 1 მეტრს გადააჭარბა, ზოგან იმდენად დიდი თოვლი მოვიდა და ქარბუქი დაერთო ზედ, რომ სახლები დაიფარა მთლიანად. გზები მოყინულია და ძალიან ბევრი ავარია მოხდა, უკვე არის დაშავებულები. მოდის ეგრეთ წოდებული ყინულის წვიმა, ეს ძალიან მზაკრული მოვლენა არის ბუნების, როდესაც წვიმა მოდის, მაგრამ რაცემისთანავე რაღაც საგანზე იყინება და ამ დროს ხდება თქვა იგივე ელექტროსადენების გადამძიმება და მათი დაწყვეტა, წარმოიქმნება ძალიან თხელი ფენა ყინულის გზებზე და გზები ხდება როგორც აი ჰოკეის მოედანია ისეთი სრიალა. ახლა ვნახოთ რა ხდება გლობალურად და არის თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული კლიმატის ცვალებადობასთან. კლიმატი რომ იცვლება ამის შესახებ მე არაერთხელ მithქვამს ჩემს ვიდეოებში, თუ რატომ იცვლება ეს საკამათო საკითხია და რამდენად არის ადამიანის ფაქტორი მასში წამყვანი, ესეც საკამათოა, ჯერჯერობით არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საერთოდ არ იცვლებაო კლიმატიო, მაგალითად მომავალი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა დონალდ ტრამპი საერთოდ არ აღიარებს, რომ კლიმატი იცვლება, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ზემოქმედების შედეგად იცვლება კლიმატი და მე მივეკუთვნები მესამე ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ იგი მცირეა და უბრალოდ დედამიწა როგორც მას ჩვევია და როგორც მას ჩვეოდა წარსულში შედის კლიმატის ცვლილების ბრუნვაში, აი სპირალის კიდევ ერთ წრეში. და დიახ, ყველაფერი ეს და ის რაც ხდება დღეს შტატებში, ის რაც ხდება თქვა იგივე ჰამბურგში, ყველაფერი ეს დამოკიდებული არის კლიმატის ცვალებადობასთან და რატომ? ჩრდილოეთ განედებზე არსებობს ეგრეთ წოდებული polar vortex-ი, ანუ პოლარული ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი ჰაერის მორევი, შეიძლება ასე ვთქვათ, ან ჰაერის ძლიერი დინება. ეს დინება ადრე იყო ძალიან მკვეთრად სტრუქტურირებული და მას ჰქონდა გარკვეული საზღვრები. ზამთრობით ეს საზღვარი ჩრდილოეთის განედის 65 გრადუსით ქვემოთ ჩამოდიოდა და ამიტომ ფინეთის შუა ნაწილი, ჩრდილოეთ შვედეთი, იგივე ციმბირის ზედა ნაწილი, კანადა, ალასკა და ასე შემდეგ, აი ამ ნაწილებში ტემპერატურა ბუნებრივად ეცემოდა და ეს ყველაფერი ეს ნორმის ფარგლებში იყო 10 წლეულების განმავლობაში. ეს ჰაერის მასები თვითონ მოძრაობენ დაახლოებით 10-15 კილომეტრის სიმაღლეზე, ანუ სტრატოსფეროში, საკმაოდ დიდი სისწრაფით 200 კმ/სთ-მდე იტაცებენ ამ თავისი ტრიალის დროს პოლარული სარტყლებიდან წამოსულ სიცივეს და აქცევენ თითქოს მას აი ესეთ საზღვრებში. ამიტომ არის რომ არქტიკა ყოველთვის სტაბილურად ცივია და თქვა იგივე ციმბირი და ფინეთი და შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილი და ასე შემდეგ სტაბილურად ცივი ამინდებით ხასიათდება. წესით მე ამ ყველაფერზე წარსულში უნდა მელაპარაკა და რატომ? იმიტომ რომ დღეს კლიმატის ცვლილებასთან ერთად შეცვლილი არის სწორედ ამ არქტიკული, ამ polar vortex-ის საზღვრები. და იგი არეულ-დარეულია. თუ აქამდე იყო რაღაც შემოსაზღვრული და მას გარკვეული ფორმა ჰქონდა, დღეს მას გამოეყოფა ხოლმე რაღაც ნაწილები, რომლებიც როგორც წესი სამხრეთისკენ მიდიან და
ესეთი ენის თითქოს ენაა გამოყოფილი, ესე წყდება და შემდეგ მიდის სამხრეთისკენ. და ეს მოხდა სწორედ გუშინ და გუშინწინ. დიდი ენა მოწყდა აი ამ ვორტექსს, აი ამ დინებას და დაეშვა სამხრეთის შტატებისკენ. ერთ-ერთი ასეთი ენის წვერი მომავალი კვირის შუაში ან ბოლოსკენ ბრიტანეთსაც მიწვდება, აქაც აცივდება. ამას კიდევ ემთხვევა ერთი ძალიან საინტერესო რამ. თურქეთის მხრიდან ჩრდილოეთისკენ მოემართება ანტიციკლონი, რომელიც უჩვეულოდ ტრიალებს ჩრდილოეთის ნახევარსფეროსთვის. იგი საათის ცისრის მიმართულებით მოძრაობს და მოძრაობს ჩრდილოეთისკენ მიდის, იგი იტაცებს გვერდებიდან თბილი ჰაერის მასებს, გადაუვლის შავ ზღვას და ნელ-ნელა აიწევს ზემოთ და მივა თითქმის ბალტიის ზღვამდე და აი ამ გავლის პერიოდში დათბება. დათბება მაგალითად იგივე ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, სადაც ამ დროს საკმაოდ მაღალი თოვლი უნდა იყოს, იქ წვიმს და 5 გრადუსია ჯერჯერობით, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იქაც ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე აიწევს. ეს არანორმალური შიზოიდური მდგომარეობა არის ჩვენი პლანეტისთვის ამინდის და კლიმატის მხრივ. ანუ ცივი ჰაერის მასები წამოვა სამხრეთისკენ, თბილი ჰაერის მასები ავა ჩრდილოეთისკენ. რა თქმა უნდა, მათი შეჯახება გამოიწვევს გარკვეულ კატაკლიზმებს, მაგრამ დაველოდოთ ჯერჯერობით ამის პროგნოზი ზუსტი არ არის. ესეც კლიმატის ცვლილებაა, რა თქმა უნდა, ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ ვიკამათებთ, რაზე არის ეს დამოკიდებული, ფაქტი ფაქტად რჩება და წელსაც უნდა ველოდოთ ამინდის ფოკუსებს, ისევე როგორც შარშან და შარშანწინ და ზოგჯერ ეს ფოკუსები თლად უწყინარი არ იქნება და ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ სასტიკიც იყოს. მე ამას ვამბობ ყოველგვარი დაშვების გარეშე. ჩვენ 2025 წელს ბევრი კლიმატური ანომალია გველოდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. და მე ვიმეორებ, უნდა მზად ვიყოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთავრობების დონეზე. ვინც აქტიურად წლების განმავლობაში დადიხართ მთაში, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კავკასიონზე იქ სადაც მუდმივად იდო თოვლი, იქ სადაც მყინვარები იყო, დღეს მოტიტვლებული კლდეებია. ეს მხოლოდ ლამაზი სანახაობის გაქრობა არ არის. მე ადრეც მithქვამს, რომ ჩვენი მთები არის მტკნარი სასმელი წყლის გიგანტური რეზერვუარები, რომლებიც ნელ-ნელა დნება და ასაზრდოებს ჩვენს მდინარეებს, ამიტომ ჩვენს მდინარეებში სეზონურად და პროგნოზირებულად არის ერთნაირი დონე, გაზაფხულზე და შემოდგომაზე მდინარეების ადიდება ხდება თოვლის დნობის ან წვიმების გამო, შემდეგ ზაფხულში კლებულობს, ზამთარშიც კლებულობს და ასე შემდეგ. მაგრამ წყალი მუდმივად მოედინება განსაკუთრებით დიდი მდინარეებში და სწორედ ამ წყალს ვამთ ჩვენ, ამ წყალს ვიყენებთ და წარმოიდგინეთ თქვენ სიტუაცია, რომ ეს თოვლი, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს, როდესაც უყურებთ ჩვენს თოვლიან კავკასიონს, რომ აღარ იყოს იქ. ეს ჩათვალეთ, რომ წყლის ონკანი გადაგვიკეტეს. გადაგვიკეტეს გაურკვეველი დროით და ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ნალექების იმედზე. მაგრამ აქაც გაგაწვილებთ, თუ ასეთი რამ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ნალექებიც დაიკლებს და აი 60 რაც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში, შეიძლება უდაბნოდ გადაიქცეს. თუ სამხრეთ კავკასიონის მთებზე ყინულების დნობა ესეთი ლოკალური პრობლემაა, უკვე დიდ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს პოლარული ყინულების დნობა, რომლებიც საკმაოდ წარმატებით, საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება. დღევანდელი გრენლანდიის 90% ყინულით არის დაფარული და ზოგან ეს ფენა 4 კილომეტრზე მეტია. წარმოიდგინეთ რა ზომის ყინულია უბრალოდ და გლაციოლოგებმა ძალიან საინტერესო და უცნაური რამ დაადგინეს, რომ ეს ყინული დნება არა მხოლოდ ზემოდან, არამედ ქვემოდანაც, ანუ იმ ნაწილიდან, რომლითაც იგი გრუნტზე დევს. ეს იმას ნიშნავს, რომ გრუნტიც თბება და აქედან არის გამოწვეული ეს ყველაფერი. გიგანტური მასები მტკნარი წყლისა ჩაედინება ოკეანეში და თქვენ იტყვით, რომ ჩაედინება და ჩაედინოს, ეხლა ოკეანე დიდია და გაუძლებს. ასე არ არის, მტკნარი წყალი გახლავთ გაცილებით მჩატე, ვიდრე მარილიანი წყალი, იგი ექცევა ოკეანის თავზე და ხელს უშლის გოლფსტრიმის დინებას.
გოლფსტრიმის დინება კი მოგეხსენებათ, ეს არის თბილი დინება, რომელიც მექსიკის ყურიდან იწყება წრესურტყამს მთლიანად ევროპის სანაპიროს და განსაზღვრავს ამინდს ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც და ცენტრშიც ევროპისა. აქედან გამომდინარე, თუ ამ დინებამ იგი არ გაჩერდება, ეს ასეთი რამ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ერთადერთი მან რაც შეიძლება ქნას, ეს ის არის, რომ ვეღარ მიაღწიოს ჩრდილოეთ ევროპამდე და სადღაც ბრიტანეთის კუნძულების მიღმა დაიწყოს ტრიალი, ანუ მისი წრე უბრალოდ შემცირდეს. ეს რას გამოიწვევს? გამოიწვევს იმას, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში მოიმატებს ნალექების რაოდენობა, ასევე იქ უფრო მეტად დაცხება და პირიქით ჩრდილოეთისკენ რაც წამოვალთ, ჩრდილოეთ ევროპისკენ უკვე ტემპერატურა ძალიან დაბალი იქნება. და ეს გამოიწვევს იმას, რომ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, რომლებიც დღეს შეგუებული არიან ამ კონკრეტულ კლიმატურ პირობებს, უბრალოდ ვეღარ გაიხარებენ და ესეც, რა თქმა უნდა, უკვე იმოქმედებს ჩვენს ჯიბეზე, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდება. აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი შევნიშნე მე, რომ ხეებზე კვირტები არის დაბერილი. ეს ძალიან საშიშია პირველ რიგში ხეხილისთვის, იმიტომ რომ საქართველოშიც იცის ხოლმე მსგავსი რამ, გამოიტანს ხეხილი ყვავილს, ელოდება ფუტკარს და ფუტკრის მაგივრად მოდის ყინვა და ჩანასახშივე აფუჭებს მოსავალს. მე არ გაშინებთ, უბრალოდ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ წლევანდელი წელიც ისევე როგორც შარშანწდელი და შარშანწინდელი არ იქნება თავისუფალი კლიმატური კატაკლიზმებისგან, ზოგ ადგილას ეს კატაკლიზმები შეიძლება გადაიზარდოს კატასტროფებში, წყალდიდობებში, ღვარცოფებში და ასე შემდეგ, ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ მზად და ის ხალხიც, რომლებსაც ევალებათ ამ კატასტროფების ზარალის შემცირება. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ, ბედნიერი შობა გისურვოთ და ბედნიერი 2025 წელი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, იმედი ცოცხლობს ადამიანი. მე კი ამით გემშვიდობებით და ძალიან მალე, ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.